წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე. გადაცემა, რომელსაც კვირიდან კვირამდე სულ მოუთმევად ელოდება ჩვენი ერთგული მსმენელი და ველოდებთ ჩვენს წამყვანები. წამყვანებს შეგახსენებთ ისტორიკოს-მკვლევარი ბატონელაშა ჯიქია და მე სოფიო ხოსიშვილი. თანაორინაზე გვაქვს ეს გადაცემა, მხოლოდ ორი წამყვანი კი არ ყავს, მეგრულად და ქართულად, ასე რომ ამით არის ეს უნიკალური, უპრეცედენტოა და ჩვენ ძალიან ამაყები ვართ ამით. შევიკრიბეთ იმის, რომ კიდევ ერთი კარგი გადაცემა შემოგთავაზოთ და აქვე მოკლედ სად შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი ყველა გადაცემა. ლაივში ცხადია 18:18-ზე ყოველ ხუთშაბათს FM-ზე 105 და 9, ინტერნეტით რადიო ათინათი.lg და ასევე ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე როგორც აღვნიშნე და YouTube-ზე ნებისმიერი ფონტით ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. სიამოვნებით მესალმები ამჯერად ბატონლაშას, онჯუა ჯგირობუაშ, მუჭო ზოჯუნთ ბატონლაშა. онჯუა ჯგირობუაში ოსო ბატონ სოფიო, მა ბორეკ ჭიეჭიე თქვა მუჭო ზოჯუნთ. კიფხარ ხუთჭი ხოლო ჭიეჭიეთ. ხო ჭიროკორდათ ირიათ გახარებედათ. ბატონლაშა, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა დავაანონსეთ ჩვენ წინა გადაცემისას. და სხვა შორის ამ თემაზე ჩვენ არასდროს არ გვისაუბრია, 3 წელია ეს გადაცემა გვაქვს. ხაზგასასმელია ეს გარემოებაც, რომ ეს თვითონ მსმენელის მიერ იყო, ანუ ფაქტიურად შემოთავაზებული, რომ გვესაუბრა ანთარზე. წინა გადაცემაც სხვათა შორის. კი, და ახლა სხვათა შორის მომდევნო გადაცემაზეც, სწორედ აი კომენტარებში რაც ვნახე, სწორედ აი ამ იმას მივყვებით. ანუ თვითონ მსმენელებისგან, რადიო მსმენელებისგან ისმის უკვე ახალი შემოთავაზებები, ახალი მიმართულება და სწორედ მათ ინტერესებს მოვერგებით ჩვენც და მოკლედ ამ მიმართულებით მუშაობთ. დიახ, და სწორედ ეს იყო მიზანი, რომ თქვენი ჩართულობა ყოფილიყო მაქსიმალურად და ჩვენ მთელი ეს წლებია ვამბობთ პირდაპირ ეთერში, რომ თუ მოგეპოვებოთ მასალები, ან იდეა გაგიჩნდათ თემა, რომელზეც გსურთ საუბარი, ან მოისმინოთ ჩვენი ეთერით, ჩვენ აქ ვართ ამისთვის მზად ვართ და ამის არაერთი მაგალითი არსებობს და დღევანდელი გადაცემაც. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გადაცემა ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და ჩვენი გადაცემის თემა. როგორ არის ბატონლაშა, რა ქვია? ჟინი ანთარი. ჟინი ანთარი. თენას ზეციური ანთარი. ამაზე გვექნება საუბარი. მოკლედ ძალიან პოპულარული მითოლოგიური ღვთაება იყო ის კი არა, თითქმის დღემდე, ანუ შემოღწეული არ სოფლებშიც დღესაც არის. ეს იყო ნაყოფიერების და მესაქონლეობის მფარველი ღვთაება, საქონლის მფარველი ღვთაება და მოგეხსენებათ ზოგადად მეგრელები მესაქონლეობით გამოირჩევდნენ, ეს იყო ტრადიციული მიმართულება და ფაქტურად აი მეგრელებმა დაარქვეს მესაქონლეობას ორინჯი, ანუ სამყოფელის, საარსებო, ანუ ყველაფერი ამაშია და სწორედ აქ ბევრი რიტუალია, სწორედ აი კომპოზიციაში შეკრულის და ამას ყველაფერს შესთხოვდნენ ანთარს. ეს მარტო მეგრელებში არა, აგრეთვე აფხაზებშიც იყო გავრცელებული და სწორედ ამაზე გვექნება საუბარი, სწორედ მეგრულის გავლენით გავრცელდა ანთარი და აითარ გახდა იქ და მოკლედ ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ. დიახ, ძალიან საინტერესოა და ჩვენ წინა გადაცემისას ვისაუბრეთ, შეიძლება და გაგვეყვეს გადაცემა, გავყავით? სწორედ ამასთან დაახლოებულია ის მეორე თხოვნაც, რომელიც იმაში იყო YouTube კომენტარზე ვნახე, რომ ორთაზე უნდათ რომ ვისაუბროთ. კი ბატონო. ანუ დიდადოსკუაში ორთა, აი ესეთი სამწუხაროდ აი წყევლებიც არსებობს ძალიან ბევრი და დიდადოსკუაში ორთა გონჭყორუდასია. ანუ დედი ეს თურმე ხო და ანუ დედისა და შვილისო ორთა, ანუ რაღაცა ზებუნებრივი ძალაა, ესო გაუწყრესო, ანუ აი ეს ითვლებოდა თურმე ძველად ძალიან მძიმე წყევლა. მაგრამ ამამ შემოინახა იმ წყევლამ თავისი ის პირვანდელი პირველ სახე და ეს ორთა, ანუ ფიქსირდება და ბევრი იმაში გვაქვს ჩვენ გამოთქმაში, სწორედ ამ ორთას კომპოზიცია და ამაზე ვიქნება შემდგომში, ხო. მაგრამ სწორედ ახლოს დგას ანთართან, ზოგი ანთარს ორთასთან აიგეს, მაგრამ ეს არ არის სწორი და ამაზე ვიქნება საუბარი. დიახ, ანთარზე ვსაუბრობთ დღეს, ჯერ მეგრულად, შემდეგ ქართულად და მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემათა ციკლი გელოდებათ წინ, ასე რომ ჩვენ თქვენ შემოთავაზებებსაც ველოდებით. ქირჩქილეთ ბატონლაშა, დიო მარგალიურო და უკვე ქართული ქიფჩიას გეჯგირა. თქვენ ალბათ ქობთქვანთ მარგალიურო, ამ დღეჩქინი ჩიებაშ თართემარე ჟინი ანთარი. მუჭოჩქინი ართი რადიო მარჩკილეკ
თენა ზოჯუნი ანთარ შემოინტერესუნია მურდუა თენადო მუმ კომპოზიტებირდუა მერცხლინთინა მოინტერესუნია და თიშენ ქოპთქუანთ მუჭოთაშინ თ ანთარე მარგალურ მითოსურ პერსონაჟ ორინჯიჟდო ჩხოლარეფიშ მათხილე ქტონურ შური ანთარი აითარის ფორმა ხვადუნა აფხაზურ მითოლოგიური ნაზდო თინა თაკხოლო ოფაჟდო ორინჯიშ მათხილერე აგრალურ ფუნქციების შკვით მეჯინური შკვით თია უღუნფერ ღორონთირე აითარი მარგალური ანთარიშ აფხაზურ ფორმარე ანთარის ხვადოშხვა ვერსია მიღუნა მენცარ ნუგზარ ანთელაშ ჩქინათ მარგალური ანთარს გიოხე ბერძემული რომაულ გოულა ბერძემულ ანთარიუს ემაკინალ ეკინელ ლათინური ანთერიონ იუს მანჯღერეს შანულენს ქრისტიანობაში უკულ თენაც კონდა ჯეგეშ ეპიტეტო გინირთუ სერგი მაკალათია მარგალურ აფხაზურ ანთარ აითარ ირანულ ათარიშე მუშნაულად მირჩქინას თიშ მანგურო მუჭო თინა ჭარუნსუნ ავესტას შინელრე პერსონაჟ იაზატა ათარი დაჩხირის ღორონთი ნამუთ ფანიაშდო კერიაშ დაჩხირის მათხილეთ იკოროცხუ ათეშენ მაზდიანურ ფანიაშ არზა შუმოს ხანერ მაკათურ ათარს ქოთხინთ მუშ ფანიაშ თხილუასდო ფანია ვარდუო ყებურიშ დაჩხირის სიწყონდას ნორმალო ქოთხილანდუ ათარს ხოლო სვარაკუად ქოწერენდ ნორმალურო და თიმწყუმა ათართის ათეშნერ ხვამას უჯღონან აგვართად გინორთეთასიას განორინჯდო სკუალებ თელს გან რინას ქორშებოდასია შურიშ ალობა ათეშნერ დახოლებული ანთარის ხვამარდ სამარგალოს ხოლო ნამუსუთ ჯოხოთ ანთარკარი თეს მაჟანერო ჟინ ანთარის ხვამას უძახუდეს ჟინ ანთარის ხვამა ხვადუდ კაბეთ პიჩვანის პირველ სერს მეო ხვამე ღორონთის ოხვეწუდ ორინჯის წმოძინას დო თხილუას ათემ დღას კერიას ჭუნდეს 4 კუნთხულ ფორმაშ კაბეთ ჭკიდის ნამუშკას გიოხუნვანდეს კონუსის ფორმა უღუდონფერ ვალიშ ნოჭკერს მოხვეწე დოვილუნ კაცარც ვარდა მუმუც კაცარიშ დო მუმუს ტყების კიმკაბუნვანდეს ოხვამე ჯას თენეფიშ ხორცის სუმანებო გორთუნდეს დო თაკ რიტუალურ კვარებს ხოლო ხვამაშუკულ ტაბაკიშ მუკოხუნელ თელ ფანიას გურთუნდეს ოდო ჟინ ანთარიშ რიტუალურ ჭკიდის ნოსკილეთებს ხოლო ყვარიადო ღუს გეგნორღვანდეს თეს უძახუდეს ყვარიაშ თიას ღუშ თიას მარა თენარდუ ტყარ მაფურინჯების თია მუშენდა მარგალებ ღუდო ყვარიას უძახუდეს არძა გალენ მაფურინჯეს შურდგუმებს ოსერშე ჭკომუაშა ფანიაშ უნჩაშ მანჯღერე კომოლკოჩ კერიაშა ქიმიშუ ჭკიდუს ნოცერს უთხინუან ყვარში კერიას ოტკუნთხულოდ ნოჭკერებო დოჭკირუნდუ და უკულ ქიდიჭყანთ ხვეწებას ჟინი ანთარი პატონ გომორძგვილ ჭკი მორისი აგვართად გინომთინე ოშობით ჭოფუნდედო მუთუნ ვაკორდუდასან თეშ მაკედო გინამ ჭხუ ართიანშე ვაქშეგორედასან თეშ ჟინ ანთარშე ხოლო იხვამანდეს თიმბორჯის მუჟამით ფანიას მითინ კაკათუდ ჟინით ჭოფილდა შურით ლეხიდა თიმბორჯის რთენა ხვადოთ მიშა ათე ხვამა საფხუც ხოლო ინწყუაფუთ ფანია შუნჩაშ კომოკოჩ ტყობაშე მიდეშ ტყაშა საკრალუ ჯაშა ქიმიშდო ჯაშ ჯინჯის ვირგულებს ქდაშკვანდუ დო თაში ხვამა თეს უძახუდეს საღორონთო ხვამას მარგალურ ჟინ ანთარის რიტუალს ჯგირო იზირე კერიაშდო დიხაშ დაჩხირის კულტი ნამუთ მანგარორე მერცხი ჟინ ანთარის კინთინე ჟინ დაჩხირის კულტიცკუმა ათე ღორონთიშ თარ ფუნქციარდუ კოჩიშდო ორინჯის შურდგმეფიშ თხილუადო გაბრელება ნამუთ მარგალეფი წამებიერება დადულურ კერიაშდო მუმულურ დიხაშ დო ჟინ დაჩხირის ართიანცკუმა კომუნიკაციად მიჭირნუაფუთ ათეშ პარალელულო ოინტერესერე ნამუთ და აფხაზებ ხოლო ანთარ აითლარს ოხვეწუნა ათაშ ო აითარ შკვით აითარ ნამუსუთ შკვით ღორონთი ძალა გემორჩილ მართაერე ჭყიშებ აითარის ჯოხონაშე წანაში არძა ბორჯისი ხვამანდეს დო ხალებს დო შხურებ წირუნდეს მარა არძა აფხაზის ფანია აითარის ხვამას ნა თეშდო ძახინელ აითარნი ხვას კაბეთ პიჩვანის პირველ თუთაშხად წირუნდეს ათემ დღაშო ხორციელის მარა სპეციალურო მოხაზირებულ სარიტუალო ზელით ყვარკვალია დო კონუსის ფორმაშ ყვარებს თეშდო ძახინელ ახვაჟებს დო ჭუნდეს ბჟაშ თუთაშ მეჯინათ დო თაშ ჭიჭე თითო კაკალ ქობალეფირდუ თე ბჟადო თუთაშ მეჯინათ ხოლო გამზადენდეს ლებიაშ დო ჭუჭელის მიოჭკომას ათემ დღაშა ოჭკომალ ვირგუდუნ ფერ ფალირეფი ჭკომო ვაშინერ უნჯუას მუჟამით ორინჯ უდეშა დირთუდუნ ფანიაშ მანჯღერე ჟინ ღორონთი შოხამერს ქოთქუანთ უკულ გეჭოფუნ სუმკვარს დო აითარს ქოთხინ ო აითარ შკვით აითარ ნამუსუს შკვით ღორონთი ძალა გომორჩილ დო ნამუსუს შკვით სანთელს ეირზანთ სი დოთხილე ჭკინი ორინჯ შეშ ბრელო გინომიშ თინებ ნამუდა ართი ხვალე შკვით კოჩის დასაბაღ ბჟას იჭვალდასან ხვე ბერექე ქომჩით ათაშ ნამუდა აითარნივა ფართო აგრალურ დღარხურეთნა იზირე ათავრეშე ხოლო ღორონთი აითარი არძანერთი ფუნქციაშ მათხილერე ნამუდ ქორთულ დო ევროპაშ კათაშ ეთნოგრაფიული ნას წკონდა ჯეგეზდო წკონდა თედორეს უღუნთინა ათესი წკონდეფიშ მანგურო აითარე ორინჯიშ ჯოღორეფიშ ნგერეფი ცხენეფიშ დო მონაწიშ მათხილე წკონდა ჯეგე წკონდა თედორე დო ანთარ აითარი ასტრალულ კალენდარიშ ართი ციკლიშ აკმაკირალ ელემენტე ფრენა
თენეფიში ხარხუებ მერცხირე ლიადეფიშ მუკორჩკინა დინაფაშა ათეშერე აითარიშ მუჭოთ ასტრალურ ღორონთიშ თიეფი რე ფშა ამრა თუთა ამზა ვარენო წკონდა ჯეგეშ კულტ აერგი ბაბკოროცხი და აფხაზურ მითოლოგიას აითარიშ მაკაპედა პოლიფუნქციურ ღორონთ ვარჩ ათაშ ნამუდა აითარი იდენტურე სამარგალორჩკინელ ორინჯიშ მათხილი ღორონთი ჟინ ანთარიშ ჟინიში აითარიშ ეპითეთ ხოლორე თენა წკონდა ეზირე მუჭოთ ჯეგეშ კულტი წკუმარე მერცხილი მუშენდა ჟინ ანთარს წკონდა ჯეგეცალო ეპითეტით ოხვეწუნა ატლ გომორცკი მოკლედ ესეც ჩვენი მეგრული ვერსია ამ გადაცემის ბატონლაშა ძალიან საინტერესო ძალიან ჭკვიანურია ასეთი გადაცემები ასე ვთქვათ და თემები მოითხოვო იმიტომ რომ ბევრმა არ იცის ჩვენც ახლა განა ინფორმაცია რომ არ გქონოდათ ვერც ვისაუბრობდით ამ თემაზე პირდაპირ ეთერში მაგრამ ხომ არ მოგვაფიქრდებოდა ეხა ჩვენ ამაზე საუბარი ამ ეტაპზე გარკვეულ ამ ეტაპზე კი ბატონო მაგას ვამბობ ხო ამას ნამდვილად არ გამოვტოვებდით ამ თემას მაგრამ ვინაიდან თვითონ საზოგადოების დაკვეთა ასეთი შესაბამისად ჩვენ ამას პრიორიტეტად ანუ პირველ ეტაპზე სწორედ ამათ განვიხილავთ ამაზე გამოვცემთ ინფორმაციას და მოკლედ ამ ციკლს მიყვებით ცხადია არ იყო მარტივი თემა ამიტომ როგორც სხვა დანარჩენი გადაცემები ესეც იქნება ქართულად მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იყო მეგრულადაც ეს ყველაფერი კი ბატონო გისმენთ ბატონლაშა ყურადღებთ ხო დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა როგორც შესავალში აღვნიშნეთ არის ჟინი ანთარი ანუ ზეციური ანთარი და რა იყო ანთარი ამაზე ვისაუბრეთ ეს არის მეგრული მითოსური პერსონაჟი მესაქონლებისა და ნადირთა მფარველი ქტონური სული ანთარი აითარის ფორმით ხდება აფხაზურ მითოლოგიურ წარმოდგენაში და ისაკ ნაყოფიერებისა და შინაური ცხოველების მფარველი ფართო აგრარული ფუნქციების მქონე შვიდსახოვანი შვიდწილოვანი ღვთაება აშკარა რომ აითარი მეგრული ანთარის აფხაზური ფორმა ანთარის ეტიმოლოგიაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს მკვლევარ ნუგზარ ანთელავას მიხვედით მეგრულ ანთარს აშკარად ბერძნულ-რომაული ელფერით დააკრავს ბერძნული ანთარიუს ამაღლებული ამამაღლებელი ლათინური ანთერიონ იუს წინამძღოლი სწორედ მკვლევარი მიიჩნევს რომ აქედან წარმოდგა ეს სიტყვა იგი ქრისტიანობის შემდეგ კონკრეტულად წმინდა გიორგის ეპითეტი ხდება სერგი მაკალათიაკი პირიქით მეგრულ აფხაზურ ანთარ აითარს ირანულ ათართან აიგივებს როგორც მკვლევარი წერს ავესტაში მოხსენიებული იაზატა ათარი ცეცხლის ღვთაება იყო და ოჯახისა და კერის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა ამიტომ მაზდიანური ოჯახის უხუცესი წევრი ათარს მფარველობისთვის თხოვნით მიმართავდა და თუ ოჯახი კერის ცეცხლის სიწმინდეს სათანადოდ ინახავდა და ათარსას ვარაკს წირავდა მაშინ ათარი მას ასეთ კურთხევას უგზავნიდა გაგიმრავლდეს შენ საქონლი ჯოგები და შვილები იყავ მთელ სიცოცხლეში და ცხოვრებაში მუდმივ სულიერ ხენაში დაახლოებით მსგავსი ანთარის ლოცვა არსებობდა სამეგრელოშიც რომელსაც ანთარკარი ეწოდებოდა მას მეორენაირად ჟინი ანთარის ხვამასაც ანუ ზეციური ანთარის ლოცვასაც უწოდებდნენ ასე რომ არსებობდა ანთარის კვარი ანთარზე შესახლებული რიტუალური კვერი რომელიც დიდი ოთხკუთხა ფორმის სიმინდის ფქვილის ნაფუარი იყო და ანუ სპეციალურად ეს გაპირობებული იყო სწორედ ანთარის სალოცავზე ჟინი ანთარის ლოცვა სრულდებოდა დიდ მარხვის პირველ დღეს ლოცველი ღვთაებას ევედრებოდა საქონლის გამრავლებას ამ დღეს კერაზე აცხობდნენ ოთხკუთხედი ფორმის მოზრდილ მჭადს რომლის შუაში ათავსებდნენ კონუსის ფორმის ყველის ნაჭერს სამხვეწროდ დაკლავდა თიკანს ან მამას თიკნის ტყავსაც და მამასაც წმინდა ხეზე დაკიდებდნენ სამსხვეპლოს ნაწილებს და რიტუალურ კვერებს ლოცვის შემდეგ ტაბლას შემომსთან მთელ ოჯახს გადაუნაწილებდნენ ხოლო ჟინი ანთარის რიტუალური მჭადის ნამუსრევებს ყვავსა და ბუს გადაუყრიდა ეს იყო ყვავიწილი ანუ კვარიაშთია ხუშთია ზოგადად გარეული ფრინველების წილი ვინაიდან მეგროში ღუდო ყვარიაში იგულისხმობდა ყველა გარეული ფრინველი დიახ ღუდო ყვარიათ აკრენია კი ბატონო ზუსტად ხო ღუდო ყვარი აქ ისოფნია ზუსტად ეს ნიშნავს რომ ყველა გარეული ფრინველი აქ და იგულისხმება ვახშმის წინ ოჯახის უფროსი მამაკაცი კერასთან მივიდოდა მჭას ნაცარს და სუროს მოასვლიდა კვერს ზედ კერაზე ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრიდა და შემდეგ ვედრებად წარმოთქონდა ზეციურო ანთარო ბატონო გამარჯვებულო ჩემი საქონელი შენ გაამრავლე ასობით ვიჭერდე და არაფერი აკდებოდეს უშობასა და ხბოიანს ვერ ვარჩევდე ისე ჟინ ანთარზე ასევე უსათოდ ილოცებდნენ თუკი ოჯახში ჟინიშით შეპყრობილი სულით ავადმყოფი ყავდათ ზოგან ლოცვას ატარებდნენ ზაფხულში ოჯახის უფროსი მალულად ილოცებოდა ტყეში საკრალური ხიზირას მას საღორონთო ხვამა ანუ საფთულოცვა ეწოდებოდა უფრო მეტად ეს მუხის ხესთან და ცასვეს ხესთან ხდებოდა სწორედ ასეთი ლოცვა ჭყონი კი ჭყონი იმდენად ძლიერი სალოცავი ხე იყო სამეგრელოში მეგრული ჟინი ანთარის რიტუალში ნათლად დაისახა კერისა და მიწიერი ცეცხლის კულტი რომელიც მჭიდროდ არის შერწყმული ჟინი ანთარის ანუ ციური ცეცხლის კულტთან ამ ღვთაების ძირითად ფუნქციებს წარმოადგენდა ადამიანისა და საქონლის მფარველობა და გამრავლება რაც მეგრელთა რწმენით მდედრული კერისა და მამრული მიწიერი და ციური ცეცხლის ურთიერთკავშირით მიიღწეოდა საინტერესოა რომ აფხაზები ანთარ აითლარს მიმართავენ სადიდებლით ო აითარო შვიდო აითარო რომელსაც შვიდი ღვთაებრივი ძალა გექვემდებარება მართალია მწყემსები აითარის სახელზე წლის ნებისმიერ დროს ლოცულობდნენ და თხებსა და ცხრებს ირავდნენ მაგრამ ყოველ
პირველი აფხაზის ოჯახი ვალდებული იყო მისი სახელობის ლოცვა, ეგრეთ წოდებული აითარნივა, დიდმარხვის პირველ ორშაბათს აუცილებლად აღევლინათ. საამდღისოდ ხორცილის კვირაში სპეციალურად მომზადებული სარიტუალო ცომით მრგვალი და კონუსის ფორმის კვერებს, ეგრეთ წოდებული ახვაჟვებს, ბზის, მთვარისა და ჩამურის გამოსახულების მცირე ზომის თითოფურს აცხობდნენ. ამზადებდნენ ლობიოსა და ჭინჭრის შეჭამაც. ანუ ამ დღემდე საკვებად ვარგისი მცენარეები ჭამა იგზალებოდა. ანუ მაშინ ხდებოდა აი ეს ერთგვარი კურთხევა. საღამოს როცა საქონელი შინ მობრუნდებოდა, ოჯახის უფროსი ჯერ უზენაესი სადიდებას იტყოდა, შემდეგ აიღებდა სამკვერს და აითარს მიმართავდა. აი როგორც ვთქვით ისე, აითარო, შვიდო აითარო, რომელსაც შვიდი ღვთაებრივი ძალა გემორჩილება და რომელსაც შვიდ სანთელს გინთებ, შენ დაიფარე ჩვენი საქონელი. გაამრავლე ისე რომ თითოეული 7 კაცის სამყოფ რძეს იწველიდეს. ბარაკა მოგვეცი. აითარნიხვაში გარდა საკუთრივ აითარისა, აუცილებლად ილოცებდნენ მის დაქვემდებარებაში მყოფ 7 ღვთაებრივ ძალაზე. ამდენად აითარნიხვა ფართო აგრარული ხასიათის დღესასწაულია. თაება აითარი ყველა ნიშნით იმ ფუნქციების მატარებელია, რომელიც ქართული და არა მარტო ქართული, განსაკუთრებით ევროპის ხალხების ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით წმინდა გიორგისა და წმინდა თევდორეს გააჩნდა. ამ წმინდანების დარად აითარი არის საქონლის, ძაღლების, მგლების, ცხენებისა და მოსავლის მფარველი. წმინდა გიორგი და წმინდა თევდორე და ანთარ აითარი ასტრალური კალენდრის ერთი ციკლის შემკვრელნი არიან. მათი სახელობის დღეს უკავშირდება პლეიადების გაუჩინარება გამოჩენა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ აითარის როგორც იმავდროულად ასტრალური ღვთაების წილებს წარმოადგენენ უდიდესი მნათობები მზე ამრა და მთვარე ამზა. თუ არ მივიღებთ ხედულობაში წმინდა გიორგის კულტს, აერგი აფხაზურ მითოლოგიაში აითარის მსგავსი პოლიფუნქციური ღვთაება არ ჩანს. ზოგადად აითარი შესულია სამეგრელოდან და ის იდენტურია სამეგრელოში ცნობილი საქონლის მფარველი ღვთაება ჟინი ანთარის, ზეციური ანთარის. ზეციური აითარის ეპითეტიცაა. ეს უკანასკნელი აშკარად წმინდა გიორგის კულტს უკავშირდება, რაც სხვა მონაცემების გარდა კარგად ჩანს ჟინი ანთარის ეპითეტში, ბატონი გამარჯვებული. და მე ასე მიმართავენ წმინდა გიორგსაც ბატონი გამარჯვებული. ანუ ის აითარის ფუნქციები გადმოვიდა წმინდა გიორგის კულტში და აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მესერი არ მიიჩნევს იმას, რომ ვითომ და ეს მეგრულიდან შევიდა, არა და აშკარაა, იმიტომ რომ ქრისტიანობა არ იყო გვიანდელ აფხაზებში, ანუ აფსუა აფხაზებში და შესაბამისად ისინი არც იცნობენ წმინდა გიორგის კულტს. აბჟუას აფხაზეთები იცნობენ მარტო, მაგრამ აი ზუსტად მეგრულიდან ის ტრადიციები გადადის და ის მისი ტრანსფორმირება ხდება სწორედ მე აფხაზურ კულტურაშიც. და მარტო ეს თემა კი არა, ძალიან ბევრი რამ აქედან არის წასული. კი, ანუ ხდებოდა ეს ურთიერთგაცვლა, კი ბატონო, და ინტენსიური იყო, ანუ აფხაზეთიდან ცელდებოდა აქეთ რიტუალები და მაგრამ უფრო მეტად აქეთ ხდებოდა და ამის მიზეზი ის იყო, რომ ხდებოდა თვითონ მეგრული ეთნოსის გააფსუება. და შესაბამისად მათ მიქონდათ ეს ტრადიციები, სამწუხაროდ ივიწყებდნენ თავიანთ იდენტობა წარმოშობას, მაგრამ ამ რიტუალებს იმდენად ძლიერი იყო, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონ წარმოშობის ის ხდებოდა, თავიანთი ეთნოსის წარმოშობის დავიწყებენ, მაგრამ ამ რიტუალების ბოლომდე ფაქტიურად დაცვა. შეიძლება ხერიაუნა თქვენ მე ბატონაში. ხო, ანუ იმდენად დიდი წმენა არსებობს. თან პლუს ამას მე არ ვიცი, აი ეხა სხვა რელიგიას, კულტურას არა ვართ ისე ჩაღრმავებულები და არც აქაური ამბავი ვიცოდე ასე სიღრმისეულად, მას შემდეგ შევიტყვე რა ძალიან ბევრი რამ, რაც ეს გადაცემა დავიწყეს და თქვენგან ცხადია. და ეხა ხვდები რომ აი რამდენად წამდათ და როგორ სისხორჩ და ძვალში ქონდათ გამჯდარი ეს ყველაფერი და როგორი ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი და ხო საქონელი ეგ დღემდე არის შემორჩენილი. ეხა ორენჯი ესე კი რინა მაგის გარეშე კი ბატონო თუ ადამიანზე ერთი ძრო ხა მაინც ყავდა მშერი არ დარჩებოდა და მოკლედ გაიტანდა თავს. ეჯგო ამბერც ამარგალოს ასახოლოთ აშრე ვერ ვიტყვით რომ რიტუალები თუმცა ძალიან ბევრი წმენა შემორჩენილია, ბევრი არ ამბობს, მაგრამ ცოტა ესე ჯვეშები ფუტფუდებენ მაინც ამ ლოცვებს ამ ყველაფერს და ჯვარით გიწერს თუ მუდგარენდო ათენებს ხოლო თექორეთ. და მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემაა, არ გვინდა ძალიან დაგღალოთ. ვისაუბროთ ჩვენ რა იქნება იმ ხუთშაბათს, მაგრამ ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ იტყვის ახლა ბატონო. კი ბატონო, კიდევ კომენტარში იყო რომ გვესაუბრა ორთაზე, რა არის ორთა ზოგადად ახსნილია რომ ლექსიკონში ბუნება, მაგრამ ბუნება კი არა, ეს იყო რაღაცა უფრო ზეციური ძალა. ამბობდნენ ჟინი ორთა და გალენი ორთა. მოკლედ რა იყო ეს, ამაზე ვისაუბრეთ. კი ბატონო, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ბატონო, ასეთ საინტერესო გადაცემებისთვის. მადლობა მსმენელს რომ ასე გველოდება ყოველ კვირას და უკვე ჩვენი თანამონაწილე და თანაწამყვანი გახდა და გვთავაზობს თემებს. სწორედ ეს იყო ამ გადაცემის მიზანი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მოგწერეთ რომ ჩვენ ვიმუშაოთ ამ თემებზე, მოკლედ მოვამზადოთ და შესაბამისად რადიო მსმენელს მოუყვეთ მათ შესახებ არ დაიზაროთ და ძალიან საინტერესო შემოთავაზებები მოდის და ამიტომაც უხმეს მადლობას მოგახსენებთ. ძალიან დიდი მადლობა. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინათი.lg, Facebook-ზე რადიო ათინათი, YouTube-ზე დაბადების კინოხონი, ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ და ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე დაბადებაშა თქვენთან ვარ. ჯგიროზო ჯუნდათ, ზომოძინას და ჯირობოას გიზელენთ. ჯგიროზო ჯუნდათ, გახარებულო კოოფედათ, მარდიელო კოოფედათ, კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო რადიო
კარგი მსმენელება, მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, მადლობა აი ასეთი თქვენი გვერდში დგომისთვის და იმედი გვაქვს რომ კიდევ შემოგთავაზებთ ახალ თემებს და ჩვენ მზად ვართ თქვენ სამსახურში მუდმივად გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეს კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეს კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.